მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს გვაქვს ჩვენი ტრადიციული გაშლა კვირის პროგნოზი. აქ იქნება ვარიანტები, აქ არ არის ვარიანტებს მე არ ვაკეთებ, აქ უბრალოდ იქნება თქვენი სიგნიფიკაცია და პირველად მე რა ენერგიებს უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენ მომდევნო კვირის განმავლობაში და განვიხილოთ სამი სფერო, ანუ თქვენი პროფესიონალური ან სწავლა, პროფესია, კარიერა, ვის რა გაქვს, აქ ფინანსები და ურთიერთობა. ნახოთ ახლა პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თქვენ ახლა რა ენერგიაში ხართ, დღეს ცოტა კიდე სხვა რაღაც მაინტერესებს გავაკეთე სხვანაირად. და ახლა ვისაც გაინტერესებთ მოკლე გაშლები, ხო? ვიღაც კომენტარებში შეეწერა. მოკლე გაშლები მაქვს სხვა არხზე. ლინკი ვიდეოს ქვეშ დევს. გადადის იქ არის მოკლე გაშლები. ამ არხზე გრძელი გაშლები გვაქვს. Так, ეხლა რა ენერგიაში ხართ? ვისთვის იქნება ეს? ეს ახალი დასტები მაქვს დღეს კიდე და უკვე განახეთ თქვენ. უკვე არ მახსოვს ამ არხზე თუ იმ არხზე ამ ახალი დასტით გავაკეთე. ძალიან მომეწონა საინტერესო დასტა ძალიან მომდევნო კვირის ენერგიები ვნახოთ. მომდევნო კვირის ენერგიები ვნახოთ და დღეს აი ასე მინდა გავაკეთო, რომ თქვენთან ეხლა რა სიტუაცია არის პროფესიონალურ სფეროში. ან სწავლა, ან ვინ გააჩნია ახლა ვის რა გაინტერესებს, ის ჩაიფიქრეთ, მე ახლა ვნახოთ კარიერა, სამსახური, ბიზნესი, ვის რა გაქვს, ანუ ეხლა ამჟამად რა ხდება, ჯერ ვნახოთ და მე ვნახოთ რა უკვე იქნება მომდევნო კვირაში. ეს ახალი დასტა ცოტა რო ჭირდება, ამას მეცადეთ, მოვამზადოთ. კარგად მოვამზადოთ. თითქოს ერთნაირები მეგონა, მაგრამ აი მაინც ცოტა სხვაობა იქნება. ეს ძალიან საინტერესო და მომეწონა უშუალოდ აი ამ თემებზე. ეხლა რა ხდება თქვენთან კარიერაში, განვითარებაში, რა ვიცი როგორ და ეხლა რა გელოდებათ მომდევნო კვირის განმავლობაში. საქმიანობა, ხო? ეხლა ფინანსური მდგომარეობაც ავიღოთ, რომ ეს როგორც სიგნიფიკატორი, უფრო ღრმა სიგნიფიკატორი იქნება თქვენთვის რა. რომ უფრო კარგად მიხვდებით, რომ ეს თქვენთვის იქნება რა ყველა ვარიანტში. так, მოდით კიდე ასე ვქნათ. ანუ ეხლა რა ხდება? ნახოთ. აქ უკვე რა გელოდებათ. ეს სიტუაცია თქმა უნდა აქეთ გვაქვს დრო ადგილი კიდე. ეს. так, და ვნახოთ ახლა ჩვენ ურთიერთობაზეც იგივენაირად გავაკეთოთ ახლა. ვნახოთ ახლა რა ხდება თქვენთან ურთიერთობაში. და მე უკვე ვნახოთ რა გელოდებათ. так, ესენი არ ამერია. так. ვნახოთ ახლა რა ხდება. და რას უნდა ელოდოთ მომდევნო კვირაში, როგორ განვითარდება სიტუაცია. так, დავიწყოთ ახლა ჩვენ, ანუ პირველი სიგნიფიკატორი თქვენი ახლა ისეთ როგორ არის, თქვენ შეიძლება ახლა ხართ რაღაცა გადაწყვეტილების წინ, რაღაცა შეიძლება რაღაცას ფიქრობთ რა, პრინციპში როგორ გავაკეთო, რა გავაკეთო, შეიძლება გამოდიხართ რამე სიტუაციებიდან და გეგმავთ ახლა უკვე თქვენს მომავალს. იმიტომ შეიძლება даже ზოგმა რაღაცები ინსაიტები დაიჭირეთ, მაგრამ ცოტა პოზიცია, მოდით ასე ვთქვათ, ცივი რა. მაგრამ ცივი რამ ხრიდან გონება არის აქ ჩართული და თქვენ ახლა გონებრივად უკვე ფიქრობთ, როგორ განვითაროთ თქვენი მომავალი. შეიძლება თქვათ რაღაც აი ფიქრობთ, აი აქ ნახეთ ადამიანს არ აქვს თქვათ შეხედეთ ასები, ანუ ემოციებს არ თავს, ანუ მე გონებრივად ვფიქრობ, რა გავაკეთო, რა იქნება ჩემთვის უფრო კარგი, ხო? როგორი თქვათ, შეიძლება გეგმებს ააკეთებ, თქვათ, აი სადმე წასვლა შეიძლება გინდათ და ფიქრობთ, მინდა, არ მინდა, წავიდე, არ წავიდე, რა გადაწყვეტილება მივიღო, იმიტომ რომ აქ თითქოს ემოციებს თიშავთ, უბრალოდ ფიქრობთ, რომ შეიძლება რაღაც პრობლემებიც გააქვთ დაუშვათ და ფიქრობთ, როგორ უნდა
დაუმკლავდე ამ პრობლემებს, როგორ გადაწყვეტილება მივიღო. ნუ ზოგი შეიძლება თქვათ, ეხლა ელემენტარული, მაგრამ მასწავლებელს ეძებს თავისთვის, რომელმაც მისცემს მაგას ბიძგი იმისათვის, რომ მისი ცხოვრება უფრო წინ წავიდეს. შეიძლება ზოგი თქვათ, უკვე ჩართო ისეთი გონება, რომ აი გონებით, გულით კი არა, გონებით უკვე მე ხვდები, რომ თქვათ, უნდა სადღაც სხვაგან წავიდე. შეიძლება თქვათ, სადმე სხვა ქვეყანაში, ან დაბრუნება გინდათ დაუშვათ იმ ქვეყანაში, სხვა ქვეყნიდან თქვათ, იქ სახში სიტყვაზე, ეგაც შეიძლება იყოს აქ და მაგაზე ფიქრობთ, მაგრამ აქ რა თქმა უნდა არის იმაზე ფიქრო, რომ აი იქ რა მელოდება, სადაც მე ფიქრობ ან წასვლას, ან დაბრუნებას რა, უფრო ჭკვიანურ ენერგიებს რტავ. ემოციურად მარტო მე რა კარგად ვიქნები და ის იქნება და ეს არა. უშუალოდ იმენ გონებრივად, გადაწყვეტილების წინაშე გახარ და ფიქრობთ, რა იქნება, აი ეს ქმედება მე რომელსაც გავაკეთებ, რას მომიტანს. ეს ასეთი საერთო სიგნიფიკაცია თქვენი, მე აქ უკვე რა თქმა უნდა ყველა სფეროში ვნახოთ და შეიძლება სულ ყველაფერი რეზონირდება და თქვენი იქნება გაშლა, შეიძლება რომელიმე სფერო რეზონირდებათ. მოდით ნახოთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ახლა ამ კვირაში. ნახეთ რა კარგია და ესე იგი აქ უშუალოდ ნახეთ თქვენ რაზეც ფიქრობდით. აი აქ ხო თქვენ აი აქ მიიღებთ გადაწყვეტილებას უკვე, იმიტომ რომ უკვე ესეთ პერიოდში იქნებით, როცა ნამდვილად მიხვდებით, რომ აქ პრინციპში ისედაც უკვე რაღაცა თქვენ გააქვთ ის მომენტები, რომ უკვე მზად ვარ. შეიძლება ხო გეუბნებით რაღაცას მომავალზე ძალიან ფიქრობთ, აი აქ წინსვლაზე, მაგრამ აი აქ უკვე ქმედება იქნება თქვენი აქ. იმიტომ რომ ის სიტუაცია, რომელიც დიდი ხანი თქვენ გაწუხებდათ, ხო, დიდი ხანი, თქვენ აი დაჯექით, დაფიქრდეთ, გაანალიზეთ რა, როგორ ანაირად, რაც პრინციპში აქ თქვი და აი აქ უბრალოდ მაჩვენებენ ქმედებას, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ ახლა დიდი ხანი ფიქრობდით, დიდი ხანი იყავით ესეთ ენერგიებში, რომ ვერ იღებდით თქვათ გადაწყვეტილებას, მაგრამ აი აქ მიიღებთ ძალიან ისეთ ჭკვიანურ გადაწყვეტილებას, შეიძლება კრეატიულიც იყოს, შეიძლება ზოგისთვის ახლა იტყვის, რომ რაღაცა უცნაურია, მაგრამ თქვენ მიხვდებით, რომ ყველაფერი ჩემს ხელში არის და მე მაგ გამოცდილება, მე თქვათ ვიცი, რაღაცა იცით თქვენ ესეთი, რაც თქვენ მოგიტანთ მართლა აქ საშუალებას, რომ მიიღოთ გადაწყვეტილება. ეხდეთ მიიღოთ კიდე ცოტა აბა კიდე რა. კი ბატონო, შეიძლება ვიღაცის რჩევას გაითვალისწინეთ, იმიტომ რომ რა არის, იცით შეიძლება თქვენ დაუშვათ მოგცეთ ვიღაცამ რჩევა, მაგრამ თქვენ ეს რჩევა, დაუშვათ ახლა შეიძლება არ მოგწონდეთ დაუშვათ, მაგრამ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ კი ეს ჯობია, იმიტომ რომ მე ეს მომიტანს რაღაცა კაის, კაი იდეა, რაღაცა შეიძლება აი როგორ იცით, აი ძალიან აქ კიდე როგორი მომენტი არის, იცით, დაფიქრდებით თქვენ, აქ რაღაცა შეიძლება ურთიერთობაზე. თითქოს როგორ არის, იცით, ხო, დაფიქრდებით რამე ისეთ ურთიერთობაზე, აი რაღაცას, სხვათა შორის ვიღაცა დაიწყებს დაწერას რაღაცა თავისი სურვილების, თქვა დაუშვათ, აი მე რო გეუბნებით ხოლმე, რომ დაწერეთ ხოლმე თქვენი სურვილები, რომელიც თქვენ გინდათ რომ ასრულდეს და აუცილებლად თქვენ და ნახეთ, ვინც წერდეთ თქვენ ხო რამე სურვილებს, აი აქ თქვენ ნახავთ რაღაცა შედეგებს, იმიტომ რომ შეიძლება იქიდან, რასაც თქვენ წერდეთ, თქვენ ნამდვილად უკვე რა, აი წამოვა რა იქიდან ეს სიტუაციები რა კარგი რა, რაც თქვენ ჩაიფიქრეთ, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით, როცა ვწერთ ამ დღეურებს, ჩვენ ვწერთ იმ დღეურში რა სურვილებს, მადლიერების არის ეს საერთოდ დღეური, ჩვენ ვწერთ იქ იმას, რაზეც ჩვენ უკვე ვართ მადლიერები, ხო, რაზეც უკვე ვარ მე მადლიერი, მე უკვე ეს ყველაფერი მაქვს, თქვათ ახლა ხო, რაც გვაქვს. და პლუს კიდე სურვილებში ჩვენ უკვე ვწერთ, ბევრჯერ მაგ ახსნილი, მაგრამ შეიძლება ზოგი პირველად მოხდა დაუშვათ და არის იცით ახლა რას გულისხმობ მე აქ იმ დღეურში ხო? აი აქ გოგო ხედავთ და წერს, აი აქ თითქოს ეს ახალი უკვე რაღაცები რა, ან თან ნახეთ, აქ პენტაკლები, ეს რას ნიშნავს, როცა ზუსტად ადამიანი აქ რო იყოს ქვერთხების დაუშვათ ახლა პაჟი ვიტყოდი ცოტა სხვანაირად, მაგრამ აქ უკვე ნახეთ მიხვდა ამ ადამიანი იმენა წერს რას
რომ აი მე მატერიალურ პლანზე რა მინდა, რომ უკვე მქონდეს, იმიტომ რომ მე რაზეც ვფიქრობ, მე რაზეც ვოცნებობ, მე შეიძლება თქვენ ახლა დაუშვოთ დიდი ხანი ელოდებოდით, იმიტომ რომ მოდით მოკლედ ტექნიკას გეტყვით, ხო, რომ ესე იგი თქვენ როცა წერთ იმ დღეურში თქვენ სურვილებს, პირველ რიგში თქვენ ახლა წერთ იმას, რაც უკვე გაქვთ და იმაზე იხდით მადლობას და დანარჩენი რაც თქვენ აი გსურთ, ხო? უკვე თქვენ მაგაზეც წერთ მადლობას, იმიტომ რომ თქვენ უკვე მოგივიდეთ ეს სურვილი. ყველა უბრალოდ არ მოგსვლიათ ეს სურვილი, ესე იგი სადღაც სივრცეში, ველში, სადღაც არსებობს სამყაროში ეს თქვენთვის და თქვენ იმით რომ უკვე წერთ მადლობას, სამყაროს ეუბნებით რომ მე უკვე всё მე ვიღებ ამას რა. ანუ მადლობა, ანუ შეიძლება იმ შემთხვევაში, ახლა წერთ, ამ შემთხვევაში წერთ ვთქვათ, ახლა მადლობა იმისათვის რომ ეს უკვე მომივიდა მე აზრად. ну დაუშვოთ გინდა თქვათ ელემენტარული თქვათ, ну სახლი რა ყველაზე ბანალური თემა, ხო? თქვენ ახლა გაქვთ წარმოდგენილი როგორი სახლი გინდა თქვენ და უკვე თქვენ ეს რადგან თქვენს გონებაში ეს მოვიდა, თქვენ უკვე წერთ მადლობა სამყარო იმისათვის რომ შენ მე თქვათ მაჩუკე ეს სახლი, იმიტომ რომ და ეს ან თქვათ რომ მე მადლობა იმისათვის რომ მე შევიძინე თქვათ სახლი ყველაზე კარგი პირობებით, რომელიც ჩემთვის არის, თქვათ, მისაღები. აი ეს როგორც მაგალითს გეუბნებით. შეიძლება თქვენ უკვე წერდეთ, იმიტომ რომ მე მაგას, ეს ტექნიკა ახლა ძალიან ესეთია ცნობილი რომ თქვა და, მის სულ მაგას გეუბნებით, შეიძლება თქვენ უკვე წერდეთ და ელოდებოდით და ეხლა მოვიდა ის დრო, რომ უკვე იქიდან რაღაცები უნდა აგისრულდეთ. აი ესეც არის აქ და თქვენ ეხლა მიხვდებით თითქოს დაიჯერებთ იმას, რომ აი თურმე ეს ყველაფერი სასწაულებიც ხდება. როცა მაგას, სასწაული ხდება, ხო, და უკვე რაღაცას მიიღებთ აქედან თქვენ. კიდე აქ შეიძლება იყოს რა, იცით? რაღაცა საქმეს აკეთებდეთ თქვენ შეიძლება დაუშვოთ და ნერვიულობდით რომ აი იმდენი რაღაცები გავაკეთე, ჩავდე თქვათ, ხო, სურვილი მეგონა რომ შედეგი მექნება, მაგრამ რაღაცა შეიძლება არ გქონდათ რა შედეგი. მაგრამ მიიღებთ შედეგს, თქვათ, ახლა ზოგი შეიძლება თქვათ მოსწავლეებს ელოდებოდა, ან კლიენტებს ელოდებოდა თქვათ ახლა, მაგრამ ეხლა როგორ ხართ, იცით, აი თითქოს ეს სიტუაციაც გაერკვევა. მოდით ახლა ვნახოთ ჩვენს სფეროებზე, ხო? ეხლა პირველი თქვენი აი საქმიანობა, ეხლა როგორ ხართ თქვენ, რა ენერგიებში ხართ? აქ შემიძლია გითხრათ რაღაცა ტრანსფორმაცია განიცადეთ თქვენ პრინციპში. რაღაცა შეიცვალა, მაგრამ გმაყოფილებისკენ შეიცვალა. ნახეთ, ანუ შეიძლება თქვენ დაუშვოთ, გქონდათ ეს მომენტები, რომ თქვენ ნერვიულ, აქ ნახეთ როგორი პენტაკლების დედოფალი არის, უკვე კაი ხასიათზეც არის, ასე რომ ვთქვათ რა. მოლოდინში არის იმისი, რომ ვთქვათ, ყველაფერად ჩავიფიქრე, აუცილებლად მოხდება და ასრულდება. აქაც ახლა ვერ ვეტყვი, რომ ძალიან ცუდ ენერგიებში ხართ, პირიქით თქვენ შეიძლება დადეგეთ ესეთ ენერგიაში, რომ მე გახსნილი ვარ, მე ვირჩევ იმას, რაც მე მინდა. ზოგი შეიძლება გადაწყვეტილება მიიღო იმაში, რომ მე ყველანაირად უნდა ვაკეთებდე იმას, რაც მე მინდა, რაც მე მსურს, რაც მე მსიამოვნებს, რაც მე მანიჭებს ბედნიერებას და ანუ უკვე უგულოდ თქვა და მე აღარაფერს არ გავაკეთებ რა. თუ ადრე მე იძულებული ვიყავი, რომ თქვა ახლა ფულის გულისთვის სიტყვაზე მარტო ვაკეთებდე რაღაცას, ხო? ეხლა უკვე მე მინდა ვაკეთებ, რჩვანი გავაკეთე ჩემი თავისკენ, რომ მე მინდა გავაკეთო ის, რაც მე მომწონს. ანუ შეცვალეთ მიდგომა. ან შეცვალეთ კიდე აქ როგორი მომენტი შეიძლება ის საქმე, რომელსაც თქვენ აკეთებდით, ხო? სხვა მხრიდან დაინახეთ და დაინახეთ, აი რა სარგებლობა მოაქვს ამ საქმეს ჩემთვის, ხო? ანუ თუ დაუშვოთ არ მოგწონდათ, ხო? რაღაცა შეიძლება რაღაც მომენტები არ გსიამოვნებდეთ იმ საქმიანობაში. თქვენ ახლა ამას შეხედეთ ცოტა სხვანაირად რა და თქვით, რომ აი მოდი ახლა მაგას მე გულით მივუდგე რა. მოდი მე ახლა მხოლოდ კარგი დავინახო იმ საქმეში და მხოლოდ თქვათ ახლა ის, რაც მე მომიტანს, თქვათ, კაი განწყობას.
ნახოთ ეხლა რა გელოდებათ ეხლა კარიერაში, იმპერატრიცა გენაცვალეთ, რა თქმა უნდა, თან ვარსკვლავი. აქ შემიძლია გითხრათ, რომ თქვენი საქმე, თქვენ რასაც აკეთებდით, თქვენ მიიღებთ აქ ძალიან დიდ შედეგს. აუცილებლად, იმიტომ რომ იმისათვის, რომ თქვენ აქ იმპერატრიცა ეს არის მიმღები, ანუ მე ვიღებ ყველაფერს უკვე, ადამიანი, რომელმაც მართლა, აქ ისედაც გვაჩვენეს, რომ დიდი ტრანსფორმაცია გაიარეთ თქვენ და შეიძლება ძალიან დიდი სამუშაო გაქვთ ჩატარებული თქვენს თავზე და ამიტომ ეხლა უკვე даже ან შეიძლება აქ ზოგის შედეგს ელოდება, გაიგეთ, მაგრამ აი სხვანაირად თითქოს მე გავაკეთე რაღაცა და მე გავუშვი. აი აქაც შემიძლია თქვა, რომ ვიღაცა ეხლა ელოდება შედეგს იმ თავისი ქმედების, ხო, მაგრამ უფრო ცივი გონებით რა. და აი აქ უკვე თქვენ ეხლა ნამდვილად მიხვდებით, რომ რაც მე გავაკეთე, რასაც მე თქვა, რაზეც მე რაშიც მე ვდებდი, ხო, ჩემს ენერგიას მომიტანს ძალიან დიდ შედეგს, ძალიან კმაყოფილი უნდა იყოს თქვენ, იმიტომ რომ ზოგისთვის თქვა, ახლა თქვენი საქმიანობა თქვენ მოგიტანთ, თქვა, ცნობილებადაც. ანუ დაუშვათ აღიარება, რომ აი ნამდვილად შენ ახლა გეკუთვნის ის, რომ ჩვენ გაღიაროთ, ასე რომ ვთქვათ რა, შენი ცოდნით, შენი მიდგომით, შენი თქვათ აი ყველა ვარიანტში. კიდე შეიძლება აქ იყოს როგორ თქვენი ოცნება ასრულდეს, შეიძლება ვიღაცა დაგეხმარებათ თქვენ იმაში, რომ თქვათ აი გახსნას თქვენი ვარსკვლავი, თქვათ ვიღაცა ადამიანი, თქვათ ვისაც გამოცდილი ადამიანი გეტყვის იმას, რომ აი ძალიან მაგარი ხარ და მოდი თქვათ ახლა პროდიუსერი დაუშვათ ვიღაცა მოვა თქვენთან და თქვენს ახლა თქვათ დაგეხმარება თქვენი ნიჭის გახსნაში, თქვენი ვარსკვლავი, ანუ ოცნება გისრულდება. აი აქ უშუალოდ ახლა ადამიანი ახლა რაზეც ოცნებობდა, აუცილებლად რაღაც ან თავისი ქმედებით, ან ვიღაცის ქმედებით უფრო იქნება, კარგად იქნება, მოდით ასე რომ ვთქვათ რა. ნამდვილად, იმიტომ რომ განწყობა, ნახეთ, აქ ძალიან კარგი განწყობა, როცა შენ ეგეთი განწყობა გაქვს, როცა შენ ეს ყოველთვის მასე, როცა ადამიანი არის კარგ ენერგიაში, როცა აი ხა მაგალითად ვინც მოდის დაუშვათ ხო ჩემთან კურსზე, თუნდაც მატრიცის კურსზე, ხო? აი იქნებიან მასეთ ენერგიაში, რატო? იმიტომ რომ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ გავიგო, ანუ მე ჩემი სული რა ჩაიფიქრე, ჩემს სულს რა უნდა, მე აღარ მინდა უკვე ვიცხოვრო ჩემი ძველი გეგმებით, მე მინდა ვიცხოვრო გულით. იმით სიამოვნებით, იმიტომ როცა შენ პირად დანიშნულებას პოულობ, ხო? მაგ დროს უკვე ნამდვილად აი შენი ვარსკვლავი იხსნება და შენ უკვე მე კმაყოფილი ხარ, იმიტომ რომ უკვე ვიცი, დავიჭირე ის, რაც მე მომიტანს სიამოვნებას, იმიტომ რომ როცა შენ სიამოვნებით აკეთებ შენ საქმეს, რა თქმა უნდა, უკვე მე შემოსავალიც მოდის სხვანაირი და უფრო სტაბილური даже რო თქვა და უფრო მეტი. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. და ამიტომ აქ არის აი ძალიან ისეთი ენერგიები, რომ თქვენ რაღაც ისეთ საინტერესოსაც გაიგებთ თქვენს თავზე, რომელიც თქვენ მოგცემს ძალიან მაგარი წინსვლას, ძალიან კმაყოფილი უნდა იყოთ დღევანდელი კვირის, ანუ თქვენი საქმიანობის, ხო გეუბნებით, ან ნახავთ კიდე, ხო გითხარით ვიღაცა ესეთ ადამიანს, ან რჩევას მიიღებთ, რომელიც თქვენ მოგცემს ძალიან დიდ ბიძგს წინსვლაში, რომ თქვენ მიხვდებით, რომ მე ახლა ისეთი საქმე უნდა დავიწყო, რომელიც მე კიდევაც ვიქნები მათხოვნებადიც ვიქნები, ეს ჩემი საქმე ისეთია, რომ ბევრ ადამიანებს შემიძლია რომ მე ვემსახურო, რომ მე საჭირო ვარ ბევრი ადამიანებისთვის, იმათ შეიძლება თქვენ გაუხსნით ვიღაცას მაგალითად ახლა აი მაგათი ნიჭს ახლა მე ახლა პირველ კურსს მაგალითად ისე ვაწყობ მატრიცაზე, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ გაიაროს და მე უკვე დაეხმაროს სხვებსაც, არა მხოლოდ თავის თავს დაეხმაროს, ხო? დაეხმარება მე სხვებს, თუ თქვა კოუჩი არის, ფსიქოლოგი, თუ ვაფშე არც ერთი და თვითონ თქვა მოინდომებს, ხო? რომ ძალიან, ანუ აქ ვიღაცას მართლა ძალიან ისეთ მნიშვნელოვან მომენტში არის, იმიტომ რომ ორი მაღალი არკანიდან ახლა არის, ხო ხდებით, ბიჭებო თქვენთვისაც საყურადღებოთ, რომ თქვენს ახლა დაუჯერეთ, თუ ყავთ ვინმე ისეთი თქვა
თქვენს გვერდით ქალი, რომელსაც აქვს ნიჭი, ცოდნა და რაღაცა, შეიძლება ისეთი კარგი მოგცეთ რჩევა, რომელიც დაგაფიქრებინებს და თქვენთვის ეს იქნება აი თქვენი ნიჭის გახსნაში დაგეხმარება და დაუჯერეთ აუცილებლად, იმიტომ რომ ნამდვილად ეს იქნება თქვენთვის სასარგებლოდ, აი ძალიან რა. აი აქ კიდე შეიძლება ელაპარაკო ისეთი პოზიცია რა. მოდით ფინანსები ვნახოთ ჩვენ. და ფინანსური მდგომარეობა რა ხდება ფინანსებში აქ. აქ რა ხდება. Так, აქ სიტუაცია როგორია? პრინციპში მაგრამ ბოდიშით აქ სხვადასხვა კიდე შეიძლება ვიღაცას დაუბრუნდება კლიენტები თუ დაუშვათ თქვენ ნახეთ ბოდიშით ხა კიდე დაუბრუნდე აქ შეიძლება თქვენ ძველი კლიენტები შეიძლება დაგიბრუნდეთ აქ თქვენთან და კიდე ნახოთ ხა ფულს რაც ეხება ეხლა რა ხდება თქვენთან ფინანსური მდგომარეობაში შეიძლება არის როგორი თემა ელოდებით თქვენ რაღაცა მოლოდინში ხართ კი აი დაუშვათ კი ხა ვერ ვეთქვი რომ საერთოდ ფული არა გაქვთ კი არისათ რაღაც მომენტები კი ბატონო მაგრამ რაღაცას ელოდებით რაღაცას მოლოდინში ხართ მოდეთ ასე რომ ვთქვათ რომ კიდე თან იმედიც გაქვთ პრინციპში რა იმედიც გაქვთ იმისი რომ უფრო გაუმჯობესდება ჩემი თემა. აქ ხა თუ ვინმე ხო გითხარით, ახლა რა თუ უკვე ეს სიტუაცია რეზონირდა, თქვენ უკვე აქ ხვდებით, რომ აქ ნამდვილად ადამიანი რაღაცას აკეთებდა, ცდილობდა, მაგრამ ჯერჯერობით შეიძლება ვერ მიიღო ის შემოსავალი, რასაც ელოდებოდა. თქვათ მიიღო, მაგრამ არა იმდენი უფრო მეტი შეიძლება ვფიქრობდი, რომ უნდა მომსვლოდა, მაგრამ არა. ჯერ არა და მოლოდინში არის აქ ადამიანი თითქოს მაგრამ რო გითხრათ რომ ნერვიულობ თქვენ მაგაზე არა უბრალოდ შედეგებს ელოდებით ანუ რა იქნება აქაც ნახეთ ხო გამოდი ხარ აქ ხო გვაჩვენეს რომ ადამიანი გამოდის ამ ჩამოკიდებულის ენერგიიდან რა აი ნახოთ ახლა ჩვენ მაშინ აბა რას გვაჩვენებს ეს კვირა ნახეთ რა ტრანსფორმაციებში ხართ რა ანუ რაღაცას ტრანსფორმაციები რა ცვლილებები არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ აქ თითქოს არის როგორი აი თითქოს ნახეთ შეიცვალა რაღაცა რესტარტი მოხდა და ახალი რაღაცა უნდა ჩაერთოს თითქოს ნაკადი ახალი იმიტომ რომ ნახეთ თქვენ ეხლა შეიძლება ფინანსებში ბევრი რაღაცა შეიცვლება იმიტომ რომ ესეთი მომენტი არის რა აქ ადამიანი მე რატომ რაღაც მოიცადეთ აბა ნახო ახლა კიდე ის მაინტერესებს შეიძლება რაღაცა აი როგორ არის ის აქ არ არის დამთავრება აქ პირიქით რაღაცა თითქოს თქვენი ფინანსური მდგომარეობა უნდა შეიცვალოს შეიძლება თქვენი მიდგომა ფულისადმი შეიცვლება შეიძლება თქვენ ახლა აი თუ დაუშვათ ცოტა ისე უყურებდეთ ფულს მეცადეთ ახლა რა გეტყვით არა აქ რაღაცა თითქოს რესტარტი მოდის თქვენს მოდით აბა მითხარით კარგად აქ რა ხდება ნახეთ ამ პენტაკლები როგორ წამოვიდა პენტაკლებზე კი აქ მაჩვენებენ რომ თქვენ რაღაცა აი ახალი შეიძლება წყარო იყოს ფინანსების მიხვდით აქ ნახე სულ პენტაკლები აი ნახეთ როგორ მუშაობენ დასტები დღეს რა ნახეთ თქვენ თვალწინით ჩახავდე და სულ პენტაკლები წამოვიდა აქ უეჭველე ნამდვილად ხო გითხარით აი სწორედ თქვენ რაღაცას ელოდებოდით იმიტომ რომ აქ თითქოს რაღაცა რა არის იცით ესეთი პერიოდი იქნება თქვენთვის რომ კი გქონდათ დაუშვოთ თქვენ ახლა შემოსავალი კი ახლა მე ვერ ვეთქვი რომ არ გქონდათ მაგრამ შეიცვლება ეგ თვითონ აი როგორც ადრე გქონდათ ეგრე არ იქნება აქ სხვა რაღაცა ირთობა ახალი და ნახეთ ზუსტად თქვენ თუ ელოდებოდით მაგას ხო და მაგრამ მარტო ის კი არა რომ ელოდებოდით თქვენ ამისთვის რაღაცას აკეთებდით კიდევაც რა აი აქ რაღაცას აკეთებდით და ნამდვილად თქვენ იმის რასაც აკეთებდით იქნებით დაჯილდოვებული რა აქ აუცილებლად მოგივათ ის დიდი შემოსავალი იმპერატრიცაც მაგას გვეუბნება რომ აქ ადამიანი რაღაცას
დებდე იმისათვის ან დადებთ, ხო, აკაც ნახეთ ტრანსფორმაცია მე შევიცვალე. აი ნახეთ განწყობა, ხო? შინაგანი განწყობა როგორ მუშაობს ადამიანზე საერთოდ რა. თუ შენ ხარ დაუშვათ ახლა აი აქ შეიძლება ხო დაუშვათ ნახეთ ადამიანი ელოდება მშვიდად, მაგრამ ისე კი არ არის, რომ თქვა აქ ნერვიულობს, აქ ცოტა სხვანაირი, აქ მე ველოდები, მე გავაკეთე მე ჩავდე თქვა ახლა ჩემი ენერგია, მე გავაკეთე რაღაცა, ეხლა ველოდები. მაგრამ ელოდება ნახათ როგორ პოზიტიურად არის ადამიანი განწყობილი, თუნდაც აი რომ საქმე და ფინანსები რა თქმა უნდა ახლა ერთმანეთში არის ჩაარეული, ხო? მე არ ვნერვიულობ, ხო? მე გავოშვი სიტუაცია რა, მე მივენდე თქვა სამყაროს სიტყვაზე, ხო? და სამყაროც როგორ პასუხობს, ნახეთ რომ შენ რო ხარ მიმღებ ენერგიაში, შენ ახლა მაგრამ შენ ახლა არიჯეგი კიდევაც გეუბნებით, რომ რაღაცა თქვენ აკეთებდით, ბევრ რაღაცებს აკეთებდით იმისათვის, რომ სიტუაცია შეცვლილიყო, იყო. აქ просто უბრალოდ ხედავ, რომ შეიძლება ადამიანი, ну, ძალიან ბევრი როგორ არის, იცით, ენერგიას კიდევდით, მაგრამ აქ თითქოს რაღაც ზომიერად რატომღაც მოდის ჩემთან, რომ აი თქვა იმებოდიშით. თუ დაუშვით თქვენ ახლა აქ ისე დაიხარჯეთ, რომ გადავლილი ხართ, შეიძლება ზოგი ისვენებს კიდევაც, ну, ველოდების შედეგს მორჩა რა. ხო და აქ აუცილებლად უეჭველეთ თქვენ რაც დაიმსახურეთ, იმიტომ რომ თქვენ ახლა ბევრს მუშაობდით, ბევრ დროს დებდით. გაიგეთ რა ხდება? და ამიტომ აქ მოდის თქვენი თითქოს აი დაჯილდოვება მოდის რა სამყაროდან და გეუბნებით რომ თქვენ სიტყვაზე თუ აქამდე სტაბილურად გქონდათ, ეხლა მე უბრალოდ პირობითად ვამბობ. ვთქვათ 100 ლარი ხო, 1000 ლარი გქონდა, მოდი ასე ვთქვათ, 1000 евро გქონდა, 1000 დოლარი, ვინც ადახარ, ხო? თუ გქონდათ თქვენ, დაუშვით გქონდათ. აი თქვენ იცოდეთ რომ ეს კი, აი ასე. აი აქ გადადიხართ რაღაცა ეტაპზე. აი ის მომენტი ვთქვათ რო არის, რომ აი ვთქვათ ორმაგდება, მაგრამ აქ ხა, ну, ორმაგდება კი, ну, კი ორმაგდება სულ მცირე რა. თქვენი შემოსავალი, ანუ იცვლება სიტუაცია, ანუ მოვიდა დრო იმისათვის, რომ თქვენ გადახვედეთ ახალ ენერგიას, თქვენ ეს უნდა ამას უნდა გრძნობდეთ ყველა ვარიანტში, რომ რაღაცა სხვა უნდა მოხდეს ჩემ ცხოვრებაში, რაღაცა მივიღე ისეთი იმპულსი, ხო და დავფიქრდე, რომ რაღაცას ვგრძნობ, ინტუიცია, ხო? რაღაცას მე ვგრძნობ, რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს ჩემ ცხოვრებაში, მე ვგრძნობ და აი ზუსტად აქაც ნახეთ ახლა თქვენ აქაც თქვენ უკვე თვითონაც შეცვალეთ მიდგომა და აი აქაც გვეუბნებიან, რომ შენ ეხლა განულდება სხვანაირად იქნება შენთან შემოსავალი და როგორ მეკითხებით სხვანაირად და ანუ შეიძლება даже თქვენს მოლოდინს გადააჭარბოს ისეთი შემოსავალი იქნება. ნუ ეს პოზიციაც უკვე მაგას გვეუბნებოდა. თქვენ თვითონ გაგიკვირდებათ, გაიგეთ? ეხლა უკვე გავაკეთებ მე ხვალ ნოემბრის პროგნოზს, შეიძლება ეს უკვე даже ნოემბერში მოხდება, იმიტომ რომ ახლა უკვე ბოლო კვირა იქნება. იმის რა ქვია ოქტომბრის უკვე ნოემბერში გადავდივართ ხო გავაკეთებ ახლა მაგაშლასაც და რო თქვენ დაინახოთ შეიძლება გამეორდეს კიდევაც ეს არკანები და მე უკვე რო ნახავთ ახლა ორშაბათს თქვათ ხო უკვე მიხვდებით რომ აი მართლა რაღაცა ცვლილებები არის. Ну, აი ყველა ვარიანტში გეუბნებით თქვენ ახლა უკვე იგრძნობთ რა რაღაცას რომ ნამდვილად მე გავაკეთე ყველაფერი და დაჯილდოება უეჭველეთ თქვენთან მოვა რა, ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. აუცილებლად. სხვათა შორის აქ თუ დაუშვით ვიღაცამ ფიქრობს ახალი სახლი, თქვა, ну, გაყიდვა იქნება, გაყიდით თქვენ, ან რამე ფულს თუ ელოდებოდით, თქვა და ხო, აი აქ რაღაცა თქვენ ახლა ან აი აქ რატომღაც მოდის გაყიდვაზე, რა ვიცი მე. და კი ბატონო, ან თქვა გიდათ გაყიდოთ და იყიდოთ, თქვენ რო გაყიდეთ დაუშვათ, იმაზე კარგს შეიძენთ. ნახეთ, აი რაღაც ეგეთი მოდის რა. შეიძლება დაუშვათ აგროვებდეთ ფულს და ან ელოდებოდეთ თქვა ვიღაცისგან რომ უნდა დაგიბრუნოს, თქვა რაღაცა თანხა შეიძლება გაყოლდათ თქვენ, იმ თანხას გაძლევენ და თქვენ უფრო კარგს იყიდეთ, თქვა ვიდრე ფიქრობდეთ. აი აქ ვიღაცის ის იქნება ეს ინფორმაციაზე. ურთიერთობა ნახოთ ახლა. ეხლა რა ხდება? Ну, აქ შემიძლია გითხრათ, რომ ვიღაცასთან მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი სიტუაცია, შეიძლება დაბრუნდა ვიღაცა თქვენთან, თქვენი ან დაგიბრუნდეს მაღალმა ძალებმა, შეიძლება სრულიად
მოულოდნელად ადამიანი, რომელიც იყო თქვათ ეხლა თქვენგან შორს, ან მისგან მიიღეთ რაღაცა შეტყობინება, დაუშვოთ, ხო? იმიტომ რომ აქ ეხლა ნამდვილად შეიძლება დიდი ხანი იყოს სიტუაცია, როცა თქვენ შეიძლება ან შორს იყავით, ან შეიძლება ერთადაც ცხოვრობდით, მაგრამ არ ელაპარაკებოდით ერთმანეთს, რაღაც სიჩუმე გქონდათ, ხო? მაგრამ აქ ვაჩვენებენ ჩვენ, რომ თითქოს მოგეცათ საშუალება, რომ ეს ადამიანი დაგიბრუნეს, თქვათ მაღალმა ძალებმა, იგით რომ მოდი ვსინჯოთ, აბა რა იქნება ეხლა ამათ შორის და აქ შეიძლება კიდე ნახეთ, ვიღაცამ დაფიქრდა თვითონ, რომ საკმარისია, თქვათ, უკვე აქ ჩუმად ჯდომა, შეიძლება დიდი ხანი იყავით თქვენ ეხლა განდეგელის როლში და იფიქროთ, რომ აი მოდი მოვსინჯო იქნება, თქვათ, ну სიტყვაზე ვიღაცამ მოგწერათ და ну წერდათ ვიღაცები, თქვათ, მოდიოდა შეტყობინებები, მაგრამ თქვენ არ იღებდეთ, ბლოკავდით ვიღაცებს და იმიტომ რომ მარტო იყავით დიდი ხანი და აქ ახლა თქვენ გადაწყვეტილება მიიღოთ, რომ აი მოდი მოვსინჯო, ვნახო რა იქნება, რა უფასუხო და იქნება და მართლა იყოს თქვათ საჩემო რამე სიტუაცია და ну რა იქნება მომდევნო კვირაში აქ არის როგორი სიტუაცია, აქ არის რაღაცა ცვლილებები აუცილებლად იქნება. მოდით ვნახოთ რა ცვლილებები გელოდება თქვენ, იმიტომ რომ აქ რაღაცა სიტუაცია მთავრდება, იცით, რაღაც გადაწყვეტილებას იღებ თქვენ. მაგრამ ურთიერთობას რაც ეხება ურთიერთობას. აქ შეიძლება ვიღაცა მიიღებს ურთიერთობაზე, აი რაღაც გადამწყვეტი იქნება თქვენთვის, აი აქ ან შეტყობინება მოგივათ ისეთი, რომ თქვენ მოდით მოიცადეთ ნახო. იმიტომ რაღაც გადამწყვეტი პერიოდი არის აქ. იცით რა არის? შეიძლება აქ ზოგისთვის იქნება როგორი სიტუაცია, იცით? ვინც ნერვიულობდა თქვათ, დაუშვათ ვიღაცა სიტყვაზე თავის, ну, ადამიანზე, პარტნიორზე, რომელიც მაგას თქვათ, ну, გულს გტკენდა, თქვათ, რაღაცა გაწყენინა. შეიძლება თქვენ ამაზე აღარ იფიქრებთ, მოდით ასე რომ თქვათ. აქ შეიძლება ზოგი ვაფშე იფიქრებს სულ ახალ თემაზე. შეიძლება ესეც იყო თქვენთვის ახლა რაღაცა მნიშვნელოვანი სიტუაცია და თქვათ, ну, მოგეცეთ საშუალება, მაგრამ არ აიღეს. ну, თქვათ, არ მოხდა ისე დაუშვოთ. ну, ან თქვათ, მოსინჯეთ. ეგაც შეიძლება იყოს, იმიტომ რომ აქ რაღაცა გადამწყვეტი თემა იქნება რა. მაგრამ უბრალოდ როგორი სიტუაცია იცით? აქ თითქოს თქვენ აი საშუალება გეძლევათ, რომ გადაწყვეტილებას მიიღებთ იმისას, რომ მე აღარ ვეწინააღმდეგე. აი თითქოს როგორ არის ეს? აი სხვანაირად შეხედავთ სიტუაციას რა. ბევრი რაღაცები თუ ადრე გწყინდათ, თუ რაღაცა თქვათ ახლა გულს გტკენდათ, თქვენ თითქოს რაღაცნაირად იტყვით, რომ აი აღარც ვიფიქრებ მაგ თემაზე რა. იმიტომ რომ აქ ნახეთ თითქოს არჩევანის წინაც დგებით, იცით თქვენ აქა. აი, იცით როგორი იმაზე, რომ თითქოს რაღაცა შეიძლება გაიგოთ ისეთი თქვენთვის, რომ დაფიქრდებით იმაზე, აი ნამდვილად არის ის დაუშვოთ ადამიანი, ვისაც მე ასეთ იმას ვანიჭებდი, თქვათ, პრიორიტეტს არის ის თუ რა ხდება. იქნება და აი რაღაცას გაიგებთ, იცით აქა, თქვენთვის. არა, გვეჭველი რაღაც არჩევანის წინ დადგებით თქვენ. აქ შემიძლია გითხრათ, რომ აი ბიჭებისთვის იქნება ცოტა რთული თემა, იმიტომ რომ თუ დაუშვოთ გოგომ არ გააკეთა მისგან არჩევანი, ხო? ძალიან ცუდად იქნება, ძალიან ცუდად იქნება.
ნუ იქნებით იცით როგორ რაღაც არჩევანის წინ დგებით. აქ. რაღაც არჩევანის წინ დგებით აქ. გავაგრძელო თუ არა. მიიღებთ თქვენ აი აქაც ნახეთ მაგის ენერგია, აქაც რაღაცა სიტუაცია, რომელიც დიდი ხანი გრძელდებოდა და შეიძლება თქვენ ახლა აქ ნერვებსაც გიშლით და თქვენ რაღაცას გადაფასება მოხდება, აი აქ გადაფასება მოხდება და შეიძლება თუ იყავით დაუშვათ აი აქ დიდი ხანი თქვათ მიჯაჭვული იყავით ადამიანზე, შეიძლება გადაფასება მოხდეს აი აქ და თქვენ აქ вообще სხვა რაღაცას აერჩევთ თქვენთვის კი. იმიტომ რომ რა არის, იცით, აი აქ უსმინეთ თქვენ სურს რა, უსმინეთ თქვენ სურს, შეიძლება მოხდეს როგორი მომენტი, იცით? კი, აქ ვიღაცა დადგება უეჭველ არჩევანის წინ. ეხლა იმიტომ რომ რაღაც ესეთი მომენტებია რა. ნუ დააკვირდეთ და ჩვენ ახლა კვირის განმავლობაში ხო გავარჩევთ კიდე და ვნახოთ ახლა მე სიტუაცია რა როგორანაირად იქნება. ჯერ აი ეს მიიღოთ ეს სიტუაციები და ნუ მე როგორც ყოველთვის გისურვებთ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგ.